მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამა აგრძელებს ვებინარების ციკლს. დღევანდელი ჩვენი ვებინარის თემა იქნება მუსიკის როლი ადრეულ განათლებაში. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ სკოლამდელი განათლების სპეციალისტებისთვის აღნიშნული თემა ძალზედ აქტუალურია, ვინაიდან ხშირად ისმის შეკითხვა, თუ როგორ უნდა მოხდეს მუსიკალური აქტივობების წარმართვა ბავშვზე ორიენტირებული განათლების პროცესში. დღევანდელი ჩვენი, ასე ვთქვათ, ვებინარის სტუმარია თაკო ჟორდანია, მუსიკათერაპევტი, კომპოზიტორი, მუსიკის პედაგოგი, რომელსაც აქვს ძალიან მდიდარი გამოცდილება, როგორც ასე ვთქვათ, თერაპიული მიმართულებით, ამავდროულად სკოლამდელი განათლების სფეროში მუშაობისა. მოგესალმებით, თაკო. მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ ასე ვთქვათ, დაგვთანხმდით ვებინარში მონაწილეობაზე და ჩვენი პირველი შეკითხვა იქნება, ვთქვათ, რამდენად მნიშვნელოვანია მუსიკა ადრეული ასაკის ბავშვის ჰოლისტური განვითარებისთვის? ძალიან მიყვარს ეს შეკითხვა, იმიტომ რომ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სულ ფიქრობ ხოლმე, რომ აი როგორ მოკლედ როგორ გადმოვცე, იმდენად მნიშვნელოვანი არის ბავშვის დასაწყისივე აი თვეებიდან მოყოლებული მუსიკის ჩართვა მის ასე ვთქვათ განვითარებაში. რა თქმა უნდა, არსებობს ბევრი ტიპის განვითარება ბავშვის, ანუ არა მარტო ფიზიკური, არსებობს მეტყველების, თამაშის და არსებობს მუსიკალური განვითარებაც. შესაბამისად, რადგან არსებობს ამისი შეფასება, თუ როგორ ვითარდება მუსიკალურად, გამოდის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თავიდანვე ბავშვს მუსიკასთან წვდომა და სწორი მიმართულება მუსიკისა და რიტმის, ასე ვთქვათ, აღმოჩენაში. ამიტომ, რაც უფრო ადრე იწყება მუსიკის გამოყენება არა როგორც სწავლის, არამედ აი თამაშის პრინციპით, რიტმებთან შეხება, აღმოჩენა, სხვადასხვა ხმების, ამაზე თამაშების მოფიქრების და აქტივობების, მით უფრო მეტად ვითარდება ამ ბავშვში წარმოსახვის უნარი, მით უფრო მეტად იმახსოვრებს თვინი აი ამ ხმებს, რომელიც მერე გამოადგება და გამოცდილებას შესძენს. ისევე როგორც დავუშვათ აი ის გაძლიერება. ხდება აი ესეთი რიტმული აქტივობების ხარჯზე ძალიან ხშირად და ბევრი სპეციალისტი სწორედ რიტმული აქტივობებით იწყებს მუსიკის გაცნობას ბავშვისთვის. ამიტომ ვთვლი, რომ აი რაც უფრო ადრეულ ასაკში იქნება მუსიკასთან აი სწორი შეხება, არა მხოლოდ ის, რომ აი დავუშვათ მოასმენინონ, ან ერთად იმღერონ, არამედ ერთად შექმნან, ერთად ასე ვთქვათ გამოიცნონ ხმები, ერთად ითამაშონ და გამოიყენონ მუსიკა და რიტმი და ესე ვიტყოდი ხმები და რიტმი, ჯერ და მერე მუსიკა და რიტმი, მით უფრო კარგი იქნება ბავშვის განვითარებისთვის. ძალიან საინტერესოა, ხო? ალბათ ეს მუსიკა, რიტმი, ხმების გარჩევა და ასე შემდეგ ერთი მხრივ ამზადებს, ასე ვთქვათ, საფუძველს იმისთვის, რომ შემდგომ მოხდეს მუსიკალური განათლების, ასე ვთქვათ, გავრცობა და მეორე მხრივ ალბათ ფონოლოგიურ უნარებზე მოქმედებს ძალიან კარგად, რაც მე შემდგომ მნიშვნელოვანია იგივე სხვა აკადემიური უნარების განვითარებისთვის, ხო? თაკო, რაც ხშირად ისმის ამ ბოლო დროს, ვთქვათ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიდან შეკითხვა, ეს არის, რომ როგორ უნდა წარიმართოს მოკლედ ეს მუსიკალური აქტივობები. ეს უნდა იყოს მაგალითად ტრადიციულად გაკვეთილის ფორმატით, მაგალითად 2-დან 3 საათამდე, როდესაც ვთქვათ, პედაგოგი ზის ფორტეპიანოსთან უკან ბავშვები, ასე ვთქვათ, ამღერებს და დაასწავლის სიმღერას. თუ შეიძლება აი ამ მუსიკის გამოყენება მთელი დღის განმავლობაში და სხვადასხვა მრავალფეროვანი გამოცდილებით. ესეც ძალიან კარგი კითხვა არის და ამაზე პირდაპირ ვიტყოდი, რომ აბსოლუტურად რადიკალური პრინციპი არის ამ შემთხვევაში. ისიც შეიძლება და ესეც, თუმცა ასაკს გააჩნია ალბათ. და უფრო პრიორიტეტი ყოფილიყო მუსიკა მთელი დღის მანძილზე, ან იმ მონაკვეთში, როცა ამას მოიტანს სიტუაცია. შესაბამისად, დავუშვათ, თუ პედაგოგი მოდის 3-დან 4-მდე და დავუშვათ, უნდა ასწავლოს რაღაც სიმღერა, ან რაღაცა ცეკვა სიმღერის ფონზე, მისთვის ცოტა რთული იქნება. შეიძლება საერთოდ იმ სიტუაციას არ შეესაბამებოდეს ბავშვების განწყობა და ვერ მოახერხოს, რომ რაღაც თამაშებში ჩართოს. და ახლა 3 წლის ბავშვისთვის დაჯექი, მოდი ვიმღეროთ სიმღერა, ვისწავლოთ სიმღერა, კი რა თქმა უნდა, შეიძლება დასაწყისში პირველი 10 წუთი დაჯდეს, იმიტომ რომ იქ მეგობრები არიან, ჯგუფში გაინტერესებდეს სიმღერაც, მაგრამ მაინც რაღაცა მომენტში ეს ყველაფერი ცოტათი მოსაბეზრებელიც ხდება და თან ის შედეგი, რაც შეიძლება მუსიკიდან მიიღოს, არის უბრალოდ შედეგი ის, რომ სიმღერას სწავლობს. ამით არც მეტყველება არ უმჯობესდება და დავუშვათ, ვისაც პრობლემა აქვს მეტყველების ან შეფერხება, სიმღერის სწავლით
და შემდეგ სიმღერის სრულყოფილად მღერით მისი მეტყველება არ უმჯობესდება, იმიტომ რომ სულ სხვა ნახევარსფეროატვინის ჩართული ამ შემთხვევაში და სულ სხვა მიმართულება არის ეს. და თუ გვინდა ნამდვილად რომ აი რაღაცა შედეგიანი იყოს მათი ასე ვთქვათ ის 40 წუთი თუ 25 წუთი რაც ერთად გაატარებენ ჯგუფურად, მაშინ მე ავარჩევდი რომ ყოფილიყო კონკრეტულ მომენტში, როდესაც სიტუაცია არის, ან თამაშობენ, ან ისეთ ხასიათზე არიან, რომ რაღაც აღმოჩენებში არიან და უცბად აი აქტივობა, რიტმულ-მუსიკალური აქტივობა, რომელიც მოიტანდა აი უფრო ესეთ სიღრმისეულ მიზნებს და შედეგებს, ვიდრე უბრალოდ მხოლოდ სიმღერა არის. რა თქმა უნდა, მე აქ არ გულისხმობ იმას, რომ საჭირო არ არის, უბრალოდ აი თუ ესე დავადარებთ, გვერდ-გვერდ თუ დავაყენებთ. ერთი არის ასე ვთქვათ ვერტიკალური მიმართულება, სადაც თავშოთ მასწავლებელი ეუბნება ბავშვს თუ რა უნდა გააკეთოს, ის მეორებს და იმასწორებს, მეორე არის ჰორიზონტალური, სადაც ერთად მიდიან პროცესში. და არჩევანი თუ არის სკოლამდელი ასაკისთვის, მე ამ ვერტიკალურზე მეტად ჰორიზონტალურს ავარჩევდი, რადგან ვფიქრობ, რომ მეტი შესაძლებლობა არის რაღაც მიზნებზე გავიდეთ. ой, ძალიან დიდი მადლობა, თაკო, მაშინ ხო არ ვიცი, ან მოგიყვებოდით, ან ხო არ მოხდოდით დემონსტრირებას, როგორ შეიძლება ჰორიზონტალურად ამ პროცესის წარმართვა? აი, შემიძლია მაგალითად მოვიყვანო რაღაცა ბავშვები ერთად თამაშობენ, ბაღში არიან, ეზოში და რაღაცას თამაშობენ, არიან კარგ ხასიათზე და რაღაცა პედაგოგი ცდილობს, რომ მათ აყვეს, ჯერ აკვირდება შორიდან და დაინახა, რომ რაღაცა სხეულის, რაღაცა ნაწილების დაუშვათ არიან გარკვევაში და უცბად იქვე პედაგოგი ეუბნება, რომ ნახეთ მე როგორი ის ამაქვს, ნახეთ, ლაქები მხრებზე, ლაქები მკერდზე, ლაქები მუცელზე, ლაქები წელზე, მე ლაქები ფეხებზე, ლაქები თავზე, ვის აქვს ლაქები? და ბავშვები იწყებენ ფიქრს, ვის აქვს ლაქები? ჩამოთვლიან შეიძლება იყოს დაუშვათ ზებრა, ჟირაფის ტანია, ლაქები ცავზე, ეხლა ჩქაკეთ თითები, აბა, ნაოჭი მხრებზე, ნაოჭი მკერდზე, თან იცინიან, ხო, იმიტომ სადაც კილო არის, თან იმეორებენ, ნაოჭი მუცელზე, ნაოჭი წელზე, ნაოჭი ფეხებზე, ნაოჭი თავზე, ვის აქვს ნაოჭები? ну იქ ვიღაცამ თუ არ იცის ნაოჭი დავუშვათ იტყვის აი ნაოჭი ესეთი არის ნახეთ აი ნაოჭები ესე რო გაქვს კანზე ну იფიქრებენ ბოლოს შეჯერდებიან რომ სპილოს ტანია ნაოჭი ავსე ხო რაღაცა გიახმოვდება მოდის ბახში მოდის რა არის ეს ობობა მხრებზე ობობა მკერდზე ობობა მუცელზე ობობა წელზე ობობა ფეხებზე ობობა თავზე და ვიღაცა თუ იტყვის რომ აი ой, მე არ მიყვარს ობობა, ან მეშინი, ან რაღაცა, მოდი გავაგდოთ ეს ობობა. ობობა, სადი, მოშორდი, ასე. აი, მოძრაობებიც არის აქ, ხო? კოორდინაციაც არის. ცოტა სიმღერაც არის, ოღონდ არ არის აუცილებელი, რომ სუფთად და ზუსტად იყოს. თან ლექსიც არის, თან განმეორებითი მოქმედებები არის, როგორც სიტყვებში, ისე თვითონ ლექსში და სიმღერაშიც და რამდენ რაღაცაზე გავდივართ ამ პროცესში, ხო? როდესაც ჩართულია სიმღერაც, მოქმედებაც და სიტყვებიც, ამ სამი რაღაც არის ჩართული ერთად. ეთილი და ამის გაკეთება, პრინციპში, აი რა არის იცით კიდე საინტერესო, ამ შემთხვევაში ამის გაკეთება შეუძლია აღზრდელსაც, ხო? არა მხოლოდ მუსიკის პედაგოგს. აი გარი მან ზუსტად რომ ხშირად არის ხოლმე ესეთი შეკითხვა რომ აუცილებელი არის ბაღში პედაგოგს კონდეს გამოცდილება მუსიკალური რა თქმა უნდა აუცილებელი არის თუ დავუშვათ ის ასწავლის სიმღერებს და ის აკეთებს აკომპანიმენტს მაგრამ თუ დავუშვათ მას შეუძლია რაღაცა აქტივობები რიტმული რაღაცა ინსტრუმენტები რომლებიც საერთოდ არ საჭიროებს 3 წლის ბავშვისთვის რომ იყოს სრულყოფილად შესრულებული და შეიძლება ერთად რაღაცებს ურტყავდნენ და ერთად იყვნენ ძიებებში არ არის აუცილებელი ამ შემთხვევაში რომ მას კონდეს მუსიკალური განათლება თუმცა რა თქმა უნდა განათლების არსებობის შემთხვევაში მეტად სიტუაციას უფრო ლავირებ და უფრო მეტად შეიძლება თამამიც იყოს და რაღაცა მეტი იმპროვიზაციის საშუალებაც გქონდეს აჰა, კეთილი, არაჩვეულებრივი მაგალითი მოგვიყვანეთ და არაჩვეულებრივი სიმღერა გაგვიზიარეთ. აი, და აქტივობა, აი კიდე როდის შეიძლება ვთქვათ, ეს იყოს, ალბათ, როდესაც მოდიან, ხო, საბავშვო ბაღში. ან ერთი აქტივობიდან მეორეზე გადადიან. ან დამშვიდობებისას. აი, კარგად აღნიშნეთ, რომ აი მუსიკა თერაპიაში მაგალითად ეს არის, ყოველთვის იწყება გამარჯვებით და მთავრდება ნახვამდის რაღაც რუტინასავით სიმღერა არის, რომელიც შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ დასაწყისი დაბოლოება და შუაში არის აქტივობები. რატომაც არა? ბაღში შეიძლება რაღაც ესეთი მისალმებისავით იყოს, რაღაცა რიტმული აქტივობა მაგალითად, ისევე როგორც ნახვამდის შემთხვევაშიც, ხო? რაღაცა
შეიძლება საერთოდ მუსიკა არ იყოს და რიტმული რაღაც მოძრაობები იყოს, მაგრამ ეს იყოს, ეს მოასწავლებს იმასაც, რომ ბაღი მთავრდება, შენ მიდიხარ სახლში და პლუს შუალედშიც შეიძლება იყოს ჩართული სხვადასხვა აქტივობები, მაგრამ ეს დასაწყისი დაბოლოება რაღაცნაირ სტრუქტურასაც ქმნის. კეთილი, ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, ასე ვთქვათ, ჩვენი აღწერლებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. და კიდევ ერთი, თუ ალბათ ბავშვებისთვის ასევე ძალიან სახალისოა ხო სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენება და ასე შემდეგ, მაგრამ როგორ შეიძლება რომ აღწერელი მოიქცეს, როდესაც მას არ აქვს, ასე ვთქვათ, ეს მრავალფეროვანი ინსტრუმენტები? კი, ეს ხდება ხოლმე და შეიძლება გქონდეს კიდეც მრავალფეროვანი ინსტრუმენტი, მაგრამ ისეთ ადგილას იყვნენ ბავშვები და ისეთ მომენტი იყოს, რომ ამ ინსტრუმენტების გამოტანის საშუალებაც არ გქონდეს. ამიტომ ყველაზე კარგი ვარიანტი არის, რომ გაქვს ორი ხელი, ორი ფეხი, გაქვს სხეული და შეგიძლია გამოიყენო ეს ხელები, ასევე თუ გარეთ ხარ ქვა, ფოთლები, ტოტები, ეს ყველაფერი თავის ხმებს ქმნის და შესაძლებელია ისევე როგორც მაგალითად აი მოვამზადე ფურცელი, რომელსაც შეუძლია იყოს ქარი, მაგალითად, ასევე როგორც ქარი შეიძლება იყოს ოხმით გავაკეთოთ, ან რაღაცა ხდება, ხო? დაბრას და დავუშვათ რაღაცას ყვებით, ხო, ვიღაცაზე ვაი დაბრასაც გაპარს ყვებით, მაგალითად, დავჭუჭნით, მე დავშვით, ანუ ეს დავუშვათ არის ძივი, რომელიც შეიძლება არ კონდეთ მაგალითად სპეციალური ესეთი ინსტრუმენტი, რომელიც გამოსცემს ამ ქვიშის და აი ამ ზღვის წალგების ხმას, და აი ამით შეიძლება ამის გაკეთება. აი ამ ხმებით ისევე, როგორც მაგალითად ხებით შეიძლება სხვადასხვა აქტივობების გაკეთება. თუ სურვილი არის და თუ თქვათ მონდომება არის, ბავშვებს არც სჭირდება სრულყოფილი და იდეალური მუსიკალური ნიმუში ან რიტმული. თავარი მათთვის არის თამაშით მოხდეს დაინტერესება და თამაშს საერთოდ არ ჭირდება რაღაცა ასეთი განსაკუთრებული ან მელოდია ან რიტმული რაღაცა სტრუქტურირებული. თავარია იყოს მარტივი რიტმული აგებულება, რაშიც გამოვიჭერთ ბავშვებს და წამოვლენ ამ თამაშზე და მე განარჩენი უკვე სტრუქტურაც დავაგდება და თქვათ გაგრძელდება. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო და აგრეთვე, ანუ კიდევ ერთხელ რო აღნიშნოთ, აქ მასწავლებელს, ანუ შესაძლოა არ ქონდეს, ხო, სპეციალური განათლება და მან ასევე ისწავლოს და აღზრდილმაც გააკეთოს გარკვეული აქტივობების დემონსტრირება. ამ შემთხვევაში ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ხო, იგივე მუსიკის პედაგოგის თანამშრომლობა სხვა აღზრდილებთანაც, ერთი მხრივ, რომ მან რაღაც კონკრეტულად თქვენ რაც ამბობთ, ის აქტივობა შესაძლოა განახორციელოს, მაგრამ ასევე მიაწოდოს იდეები, ხო, იგივე ტრანზიციის პროცესთან და ასე შემდეგ აღზრდელებს, მაშინ როცა თვითონ შესაძლოა იმ მომენტში არ არის, ხო, საბავშვო ბაღში. დიახ. ძალიან კარგი იქნებოდა ზოგიერთ ბაღში უკვე არის ეს პრინციპი, რომ ყველა აღმზრდელს აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს რიტმული აქტივობები და უმეტესი გადამზადებულია მუსიკალური მიმართულებით. არა დავუშვათ რაღაცა დაწეროს და შეასრულოს, მაგრამ გამოიყენოს მუსიკა და რიტმი სათამაშოდ, არა მუსიკის გაყვეცილზე, არამედ სხვა დროსაც. და ეს ძალიან კარგია, ისევე როგორც პედაგოგი, რომელიც დავუშვათ 1 საათით ან 2 საათით მიდის ბაღში, ისიც რომ თანამშრომლობს ამ აღმზრდელებთან, ერთად შეიძლება ახალი სათამაშო მოიფიქრონ, რომელსაც მე ერთად განახორციელებენ ან ცალ-ცალკე. თანამშრომლობა ძალიან კარგი აზრია. ხო, ასე რომ მოკლედ თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის. თაკო, ასევე როგორც ვიცი, თქვენ ძალიან დიდარი გამოცდილება გაქვთ იგივე მუსიკის თერაპიის მიმართულებით მუშაობისა, ხო, იგივე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან და აი როგორ საუბრობთ, აი როგორ უწყობს, ხო, იგივე ხელს მუსიკა, ვთქვათ, ენამეტყველება კომუნიკაციის გავითარებას. მუსიკა ძალიან უწყობს ეს როგორ არის იცით თავარი მიზანი მუსიკათერაპიის არის სწორედ კომუნიკაცია. ოღონდ კომუნიკაცია არა მეტყველებით კომუნიკაცია, არამედ მუსიკით კომუნიკაცია. აი ხო არის რომ მაგალითად ადამიანი, აი მე და თქვენ შორის ახლა არის ხიდი, დავუშვათ Teams-ი, რომელშიც ჩვენ ახლა ჩართულები ვართ, ჩვენ გვაკავშირებს. და მუსიკათერაპიის დროს თერაპევტი არ არის ხიდი მუსიკათერაპიასა და ბენეფიციარს შორის. მუსიკათერაპია არის ხიდი თერაპევტსა და ბენეფიციარს შორის. და ეს იმდენად რადიკალური სხვაობა არის, რომ როდესაც ამას იაზრებ ხვდები, რომ სულ სხვა მიმართულებით უნდა წახვიდე და ამ შემთხვევაში ის კომუნიკაცია, რასაც შენ გგონია, რომ ამყარებ მხოლოდ საუბრი
საერთოდ შეიძლება არ გჭირდებოდეს თუ ბავშვი არ საუბრობს, შენ შეგიძლია რიტმით, მუსიკალურად, ემოციის გაზიარებით მოახერხო ხო ისევე როგორც კცევითი, ასე ვთქვათ, ენა ბავშვის მოძრაობის გამოიყენო მასთან საკომუნიკაციოდ. როდესაც ეს გადალახულია და ბავშვი როდესაც გრძნობს, რომ მას აქვს, ასე ვთქვათ, უსაფრთხო გარემოში არის და ის მიღებულია და მისგან არ ითხოვენ. მოდი აბა თქვი წყალი, მოდი აბა თქვი რაღაც ჭიქა და ის უბრალოდ ახმოვანებს მის ქცევას და ის ხდება რომ არაფერი არ უნდა გააკეთოს, ის უნდა მიყვეს უბრალოდ პროცესს. აი აქ ირთვება მე სხვადასხვა აქტივობები, სხვადასხვა სავარჯიშოები, სხვადასხვა ინტერაქციები, რაც შესაძლოა დაეხმაროს მეტყველების უფრო წამოსვლაში. თუმცა ეს მიზანი არ არის, ასე ვთქვათ, რომ აი დავუშვათ ბავშვი მოვიდა და აი თერაპევტი იღებს მიზანს, რომ მე ეს ბავშვი დავაპარაკო. ეს მიზანი არ არის. ამის მისი მიზანი არის, რომ უბრალოდ ეს ბავშვი უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, გაიხსნას, წარმოვიდეს ინიციატივა, წარმოვიდეს პროტესტი, რაღაცა თუ არ უნდა რომ გამოხატოს. და ამასთან ერთად შესაძლოა მან რაღაცა მომენტში აი ამ აქტივობებისას იმდენად გაიხსნას, რომ წარმოთქვას თავისით, რა თქმა უნდა, ამას წინ ძალიან დიდი შრომა უწევს, მაგრამ მთავარი მიზანი მოკლედ ეს არის, უფრო პროცესი არის, რომ იმივდივართ ამ პროცესით ამ მიზნისკენ. ანუ ეს იგივე საბავშვო ბაღის აღზრდებისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება, რომ შესაძლოა ბავშვი, რომელსაც ვთქვათ, უჭირს ენით და კომუნიკაციის, ასე ვთქვათ, დამყარება, რომ შესაძლოა მუსიკაც იყოს, ხო, გამოყენებული მასთან კომუნიკაციის. დრემეს ან დემონსტრირებას ან რაღაც უფრო ესე მაგალითს ვარ მოგიყვანდით კონკრეტულს. მაგალითად როგორ შეიძლება მუშაობა ბავშვთან, რომელსაც მეტყველების შეფერხება აქვს. ესე ცოტა გამიჭირდება, მაგრამ აი მაგალითად ესეთი ხერხი არსებობს, ეშმაკობა, როდესაც ბავშვი ამბობს სიტყვებს, მაგრამ მას ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება ამისთვის. და აი მაგალითად რაღაც სიმღერა ავიღოთ, მაგალითად, იგივე ლაქები იყოს, მოდით, რომელიც უკვე და ლაქები, ხრებზე, ლაქები და ვჩერდებით, ვაცდით, რომ იქნებ წამოვიდეს, რომ დაასრულოს. ზე, ლაქები, მუცელზე შეიძლება თქვას. თუ არ ამბობს, ჩვენ ვამთავრებთ ლაქები. და აი ესეთი ტექნიკა რაღაცნაირად ჩვენ ხო ჩვენი რიტმი გვაქვს ბავშვ თავისი და ხანდახან არის რომ ბავშვ შეიძლება უნდა რომ თქვას, მაგრამ ცოტა მეტი დრო ჭირდება რომ გადახარშოს და წარმოთქვას, ხო ეს სიტყვა. და ჩვენ ამ დასტოპებით მას თითქოს დროს ვაცდით, რომ მან გაიაზროს დავშვიდდეს და ნელ-ნელა წამოიღოს ის ასო თუ ის სიტყვა, რომელიც თავშოთ უნდა რომ თქვას და ჩვენ არ დავასწროთ. აი ეს არის ერთ-ერთი ტექნიკა ესეთი მუშაობის დროს მაგალითად. ძალიან დიდი მადლობა. ანუ ამ შემთხვევაში უკვე ნაცნობია მათთვის ეს სიმღერა, ეს აქტივობა, მოძრაობები და უბრალოდ შემდგომ პედაგოგი ჩერდება და აძლევს, ასე ვთქვათ, შესაძლებლობას, რომ ასე ვთქვათ, წამოვიდეს, ჩაერთოს ამ აქტივობაში. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო და აგრეთვე ხო, ანუ აქ თქვენ ხაზი გაუსვით, რომ შესაძლოა იყოს, ვთქვათ, ენის დაუფლებისთვის, ხო, იგივე ძალიან მნიშვნელოვანი და აი როგორ შეიძლება იგივე თქვენი აზრით, იგივე მუსიკის, ასე ვთქვათ, ინტეგრირება სხვა აქტივობებში. მაგალითად, ამბის თხრობის ან რაღაც ასე ვთქვათ, ხატვის პროცესში და ასე შემდეგ. კი, ძალიან ხშირად არის მაგალითად, რომ აი ბავშვი რო ხატავს, თავისთვის რაღაცას ღირინებს. და ზოგადად თვითონ ღირინის ფენომენი ძალიან მიყვარს და ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ეს არის ერთადერთი მომენტი ადამიანი თუ ღირინებს, ესე იგი ნამდვილად ბედნიერია. სულ ვიძახი ხოლმე, იმიტომ რომ შეიძლება იმღერო არ გემღერებოდეს, მაგრამ დავუშვათ ვიღაცამ ძალით გამღეროს. ან საჭირო იყოს რომ იმღერო და ასე შემდეგ, მაგრამ არ ღირინებ თუ არ ხარ კავკასიაძე. შენთვის ეს ღირინი არის რაღაცა დადებითი. და როცა შენ ბავშვი ხატავს და ღირინებს, ეს რაღაცნაირად იმის მანიშნებელიც არის, რომ ბავშვი კომფორტშია იმ მომენტში, კარგად არის და თავის თავს ესე ეფერება, თითქოს მუსიკალურად. და რაც შეეხება ზღაპრის თხრობას, ესეთი ძალიან ცნობილი სკამიშიბა იაპონური ესეთი ზღაპრის თხრობის მეთოდი როგორიც არის და ჩემთვის არის იდეალური, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ერთად არის სკამიშიბაში გაერთიანებული მუსიკა, თეატრი, იქ დავუშვათ წიგნი, კინო და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ვიზუალიც, ანუ
ხელოვნება მთლიანად აქ მუსიკის შეტანა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ მხრივ, რომ გარდა იმისა, რომ უყურებს დავუშვათ კამიშიბაის ნახატებს, ის აღიქვამს იმ ხმებს, არ არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა ინფორმაცია, რომელიც ტვინში ჩადის და იმახსოვრებს, არამედ ამას გამოცდილების სახით იძენს, იმიტომ რომ მუსიკა მოყვება, ფონი მოყვება, რაღაცა ხმები მოყვება და თითქოს აი ფილმში არ თვითონ მთავარ როლში და ამ ყველაფერს განიცდის იმ მომენტში. ეს უფრო მეტად დაამახსოვრდება და გამოცდილების სახით ჩაიკეცება მე მის მეხსიერებაში. ამიტომ ვთვლი, რომ ნებისმიერ ხელოვნებასთან დამატებით ხელოვნების სფერო მუსიკა განუყოფელი ნაწილი. მუსიკა ამ შემთხვევაში არ იგულისხმება მხოლოდ რაღაცა ნაწარმოებები, ხო? ხმები, რიტმული განწყობას რაც ქმნის და თითქოს აი წაგიყვანს იქით ან აქეთ ამ მუსიკის საშუალებით. კეთილი, ძალიან საინტერესო საკითხებს შეეხეთ. ერთი ალბათ, მე შეხვედრი ვარ პედაგოგს, რომელიც ძალიან კარგად ასწავლიდა ხატვას და რომელიც ძალიან ღელავდა, როცა ბავშვები მის გაკვეთილზე ღიღინს იწყებდნენ. რაღაცნაირად თვლიდა, რომ ასე ვთქვათ, კლასს ვერ მართავდა და რეალურად ეს ყოფილა გამოვლინება იმისი, რომ ბავშვები ძალიან უსაფრთხოდ გრძნობდნენ მასთან თავს. კეთილი. და მაშინ თაკო აი კამიშიბაიზე უფრო დაწვრილებით რომ მოგვიყვეთ, ხო? ეს შესაძლოა ბევრისთვის ნაცნობია, ბევრისთვის უცნობია. თქვათ, როგორ ტექნიკაა და როგორ უკავშირდება ამ შემთხვევაში ამბის თხრობა, ნახატები, მუსიკა ერთმანეთს და როგორ შეიძლება ვთქვათ ეს გააკეთოს იგივე აღშდელმა. ხო, ეს კამიშიბაის არის ასე ვთქვათ, ფაღალდის თეატრი. სადაც არის ეს პატარა ესეთი ხის დაფა, ჩანთა დაფა, სადაც თავსდება ნახატები. და ამ ნახატებზე ბავშვები ხედავენ მოქმედებებს, ხოლო მთხრობელი აი ამ მოქმედებებს ყვება და ახმოვანებს ამ ყველაფერს. ეს რა თქმა უნდა იცვლება ეს ნახატები დრო და დრო და რაღაცნაირად ესეთი შთაბეჭდილება იქნება, რომ ბავშვები უყურებენ თეატრში არიან, უყურებენ სპექტაკლს თითქოს და იმ პროცესში არიან. და განსხვავება ის არის, რომ ძალიან ტემპი არის საკმაოდ მშვიდი. მიუხედავად იმისა, რომ 21 საუკუნე არის და ბავშვები ფაქტობრივად 15-20 წამზე მეც ჩაირთვება, ის თითქოს უკვე ვერ გავექცევით ამას, რომ ესეთი სისწრაფე არის. კამიშიბაის თავაზობს აი ამ ასე ვთქვათ ტვინს გადაძვირთვას. ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომაც არის ადრეულ ასაკიდან ესეთი თხრობითი შეხვედრები ბავშვებთან, რომ ისინი რაღაცნაირად აი იჭერენ იმ მარგალიტებს, რომელიც აი ამ სწრაფ ცხოვრებაში და ამ სწრაფ ვიზუალში იკარგება. და მეტად იწყებენ აზროვნებას, მეტად იწყება ყურადღების კონცენტრაციის, ასე ვთქვათ, მუშაობა კონცენტრაციასთან და მოკლედ აი არა მხოლოდ გასართობი ეფექტი აქვს ამ ზღაპრის გამოყენებას ბავშვებთან. არამედ აი, რასაც ქვია, შეიძლება ითქვას, ძალიან ბევრი მიზანია, რომელიც სხვადასხვა თერაპიას ერთად აერთიანებს. და აი ამ დროს, როდესაც ვთქვათ, პედაგოგი თან ყრება ამბავს, ხო, თან ცვლის ილუსტრაციას, აი როგორ შეიძლება ხმა თუ მუსიკა იყოს ამ დროს გამოყენებული? როგორც აღნიშნეთ, მანამდე პედაგოგს შეუძლია ბაღში რომ გაახმოვანოს, ხო, რაღაცა აქტივობები შექმნას. ასევე არის ზღაპრის თხრობისაც. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის პედაგოგს კონდეს გააზრებული თუ რა ტემპით უნდა ისაუბროს კონკრეტულ ჯგუფთან, იმიტომ რომ მან უნდა იცოდეს ამ ჯგუფის საერთო დინამიკა როგორი არის. ითვალისწინებს ამ დინამიკას და საუბრობს იმ ტემპერამენტის ბავშვების ვთქვათ ჩარჩოში, რომ მათთვის იყოს საინტერესო, ასევე ხმა უნდა იყოს რაღაცნაირად მაღალი ამპლიტუდა უნდა ქონდეს ხმას. და გადმოცემა უნდა იყოს თითქოს აი სოციალიას ყველაფერი და არა რაღაცა მონოტონური რომ ესე იყო, არამედ აი ესე მოხდა, ხო რაღაცა. და ასევე მუსიკის ჩართვაც ხმით დავუშვათ რაღაცა ძივით მაგალითად ხანქრებით შესაძლოა მოახერხოს, იმიტომ რომ აი ამ ვთქვათ უკან დგას, სადაც ამ ნახატის უკან არის ტექსტი, რაც უნდა მან წაიკითხოს. რა თქმა უნდა, ის ვინც უკვე დიდი ხანი ამას კითხულობს, გამოცდილება აქვს, შეიძლება რაღაცები დაუმატოს იქ, ჩაამატოს, იმპროვიზაცია წავიდეს. ვინც არა, დავუშვათ ვინც კითხულობს და დავუშვათ მისთვის ჯერ ახალი არის ეს, ან არ უნდა უბრალოდ იმპროვიზაცია, ის უბრალოდ
წაიკითხავს, რაც წერია ამ ფუტკრის უკან, ნახატის უკან, იმ ნახატს რაც შეესაბამება იმ ტექსტს და ეცდება რომ ეს გაახმოვანოს რომ ბავშვისთვის საინტერესო იყოს. აჰა, მაგრამ აი ზოგადად იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვებს უკითხავთ, აი ზოგჯერ ხო არ არის უმჯობესი რომ ეს კარგად დამუშავებული იყოს უკვე ტექსტი და აქ უკვე მეტი თავისუფლება დარჩება აღდელს იმისთვის რომ მოახდინოს იმპროვიზაცია. ხო ალბათ აი ინტონაცია ხმები ძალიან მნიშვნელოვანია იგივე ყურადღების შენარჩუნებისთვის. რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს დიდი ტექსტი. უნდა კონდეს საშუალება მთხრობელს რომ მოახერხოს იმ მომენტში რომ ხედავს ბავშვები როგორ უსმენენ, აი რომ ეცადოს რომ აიყოლიოს. ეხლა კლასიკურ კამიშიბაში მაგალითად იქ არის ესეთი ბავშვების ხედან უსმენენ და მთხრობელი ყვება. და უკვე ისეთი დრო არის და იმდენად სწრაფი ბავშვები არიან და იმდენად სწრაფად და სხარტად ყველაფრის ალბათარება შეუძლიათ უკვე რომ შესაძლოა რატომაც არა რომ თვითონ ბავშვებიც ჩაერთონ პროცესში, ხო? იყოს გადაძახილები, კითხვა-პასუხის რეჟიმში, რაღაცა დაუშვათ ხდება, ხო? შეიძლება რომ უცბად გამოყოს თავი თხრობა. ისიც ეს რაზე არის, ისიც ეს რა ცხოველი არის, რაღაც რომ ჩართოს ბავშვები. მეტად რომ იყოს ინტერაქცია. ეს უკვე თვითონ თხრობელზეა დამოკიდებული, როგორ იქნით ვილაპარაკებს, რას ჩართავს და ასე შემდეგ. ანუ ბევრი რაღაც არის ასეთ მადლობა. თაკო, ხო არ გვესინჯა მაშინ რაიმეს ასე ვთქვათ, ან პატარა აქტივობა, აი ამ სწორედ უკვე კი ბატონო, მე მინდა რომ ვფიქრობ. ალბათ ჯობია გავაზიაროთ ხო ნახატი ალბათ. კი, ხო არ გავაზიაროთ უკვე ნახატი და რაღაც გარკვეულწილად დემონსტრირება გავაკეთოთ, რომ ჩვენი, ასე ვთქვათ, აღზრდებლებისთვის ეს მეტად გასაგები იყოს და აქვე აღნიშნავთ, რომ მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მუშაობს, ასე ვთქვათ, ტრენინგ მოდულზე და მასალებზე, რომელიც უკავშირდება სწორედ ამბის თხრობის როლს ადრეულ განათლებაში. და ეხლა რომ მოვახდინოთ დემონსტრირება, როგორ შეიძლება, ვთქვათ, ნახატის მუსიკის, თხრობის ერთმანეთთან დაკავშირება. ეს არის პირველი სლაიდი ამ ზღაპრის, ხუტა და ბუტა. ესეთი ზღაპარი არის. და ეს არის მოდით გავიცნოთ ფუტკარი, რომელიც მოდის მოფრინავს და ხედავ ბავშვები და ეს პირველი ნახატი ჩაიდება და ფერები, ჩასუქებული ფუტკარი, ხო, მოდის აუცილებლად კარგი იქნება თუ და დაიწყება მერე ზღაპარი, რომ მოდით გავიცნოთ ხუტა ფუტკარი. გამარჯობა ხუტა. მერი ბავშვებო მიესალმეთ ხუტას. გამარჯობა ხუტა, იქიდან ბავშვებმა შეიძლება დაუღირონ. იცით რატომ შეარქვეს ხუტა? ცოტა ხანი დროს მივცემთ მაგალითად რომ გაფიქრდნენ რატომ შეიძლება ერქვას ფუტკარს ხუტა. იმიტომ რომ ჩახუტება უყვარს. ჩახუტება, ხუტა. ხან მინდორში დაფრინავს, ხან ტყეში. ზამთარს ბარში ატარებს, ზაფხულს თებში. ფერად ყვავილებს, ბალახებს, ვუჩქებს დაეძებს და ეხუტება. სცენარები მის დანახვაზე სიმღერას იწყებენ. იცით როგორ მღერიან? და აქ დავუშვათ ის ვინც ფლობს ფორტეპიანოს ან შეუძლია სიმღერა, აქ არის შემოთავაზებული მაგალითად ეს სიმღერა. ხუტა მოდის ღიარული შევეგებოთ, ჟრია მულით მართვად ფუტკარს ნექტარი, რისთვის სჭირდება ნეტავი, თაფლი თუ შემოელია, მერე იქნება გვიანი, თაფლი თუ შემოელია, მერე იქნება გვიანი. ეს შეიძლება შეიცვალოს, არ იყოს მუსიკა მაგალითად და მარტო მუსიკის გარეშე იყოს რომ მოდის მაგალითად ბუტა მოდის ღიარული შევეგებოთ ჟრია მულით. ხუტა უბრალოდ ხუტა მივართვათ ფუტკარს ნექტარი, რისთვის სჭირდება ნეტავი, დავუშვათ სიმღერის გარეშეც რა იყოს. თუ თაფლი შემოაკლდა, მერე იქნება გვიანი. გაბრაზდება ხო? ხუტა გაბრაზდება. სად არის ჩემი თაფლი? ანუ ხუტას ძალიან უყვარს თაფლი. აი შეიძლება რაღაცა ინტერაქციას რა უყვარს კიდევ ფუტკარს, ყვავილები რატო უყვარს? აი გამოვიდეთ დავუშვათ იმ ზღაპრიდან. თუ ამას თვითონ სიტუაცია მოითხოვს ბავშვებთან ურთიერთობისას იმ მომენტში, როცა შენ ამას ყვები. ეს არის პირველი სლაიდი. ამის შემდეგი სლაიდი არის, როდესაც გოგონა გამოჩნდება, რომელსაც ქვია
რაღაცა სახელი ჯერ არ ვიტყვი და რომ საინტერესო იყოს გამოჩნდა ყაყაჩოს მოსაწყვეტად დაიხარა და იმ სლაიდში უნდა იყოს ესეთ გაბრაზებული ხუტას სახე აღშფოთებული და გაბრაზებული და აი ეხლა გავაზიაროთ მეორე სლაიდი სადაც გაბრაზებული ხუტა არის წარმოდგენილი და მიზეზიც აქვს გაბრაზების აჰა კეთილი მოდი ვნახოთ აი მეორე ილუსტრაცია ერთხელ მინდორში გოგონა გამოჩნდა და ყაყაჩოს მოსწყვეტად დაიხარა არ გაბედო იყვირა ხუტამ შოქმით დაზაბულობას აქვს რომ დაზაბული მომენტია გოგონა შეკრთა ფუტკარმა ლაპარაკი იცისო და შეშინებულმა უკან დაიხია შენ რა ლაპარაკი შეგიძლია ითხრა გოგონა დიახ და რომ იცოდე ყვავილებიც ლაპარაკობენ უბრალოდ შენ არ გესმის მიგო ფუტკარმა ბავშვებო იცოდით რომ ყვავილებიც ლაპარაკობენ ეს შეიძლება უკვე ინტერაქციის სახით მასწავლებელმა ან მთხრობელმა ბავშვებთან დაამყაროს რა თქვენ იცით რომ ლაპარაკი წამოვა რომ კი ხეებიც ლაპარაკობენ ან შეიძლება არავინ პასუხი არ გასცეს და უკვე მასწავლებელი მოკლედ ეთქვის რომ იცით ყვავილებიც ლაპარაკობენ გოგონა მოიწყვია და ძალიან მოუნდა მასაც გაეგო ყვავილების საუბარი მე ხუტა ვარ მოხეტიალე ფუტკარი შენ რა გქვია კითხა ფუტკარმა გოგონა გაბუტული იდგა და ხმას არ იხდა ამ დროს შორიდან ძაღლი გაისმა ბუტა ჩქარა მოდი და გოგონა სახლისკენ გაიქცა გასაგებია ბუტა ჰქვია ალბათ იმიტომ რომ ასეთი ბუტია ჩაილაპარაკა ხუტამ ეს არის მეორე სლაიდის დასასრული აჰა კეთილი თუმცა ესეთი შეიძლება სხვაგვარადაც შეიძლება უფრო ესეთი ხმითაც შეიძლება ან პირიქით უფრო დავშვათ დაველოდოთ და ვკითხოთ ბავშვებს როგორ გონიათ ამ გაბუტულ გოგონას რა შეიძლება რომ ერქოს მეტი ჩართულობა რო იყოს ნუ აი თვითონ სიტუაციად გააჩნია როგორ იქნება იმ მომენტში ბავშვებთან კეთილი ძალიან დიდი მადლობა ანუ ამ შემთხვევაში ეს არის როგორ შეგვიძლია მუსიკა ხმა ინტონაცია ხო თუ რამდენი შეიძლება შემისწორეთ გამოვიყენოთ მულტიმოდალური ხო პრინციპში აქტივობის დროს სადაც ჩდება ვთქვათ ილუსტრაციებიც ჩდება ვთქვათ ამბის თხრობა და ასე შემდეგ რაც ბავშვებს დაეხმარება იგივე ყურადღების მობილიზებაში და ასე შემდეგ დიახ ზუსტად და თან ძალიან კარგად ჩანს ამ სლაიდებზე ემოციაც ნახატებში პერსონაჟების და ამაზე ვსაუბრობთ თან ჩვენ შესაბამისად ეს გამოცდილება იქნება არა მხოლოდ მოსმენილი, არამედ ნანახიც და გაგონილიც. აჰა. მოყოლილიდან, არა მხოლოდ დავუშვათ ზღაპრის მოსმენა. ამიტომ ვუბრუნდები ამ თქვენს შეკითხვას ენის განვითარებასთან დაკავშირებით და დავამატებდი, რომ გარდა დავუშვათ მეხსიერებისა და კონცენტრაციის ამ შემთხვევაში ამ ზღაპრის დანიშნულება ემოციური განვითარებაც არის. იმიტომ ჩანს აქ ეს ძალიან კარგად და ესეც ფარულად უწყობს ხელს აი თავშოთ იგივე ემოციების გაგებაში. თავშოთ თუ კიდევ არ გაქვს შემთთვის დაალაგებული, რომ ბრაზდები როგორ უნდა გამხატო. ან ეს სწორია რომ შენ რო გაბრაზდი რომ ხმას აუწიე და ცოტა გაბრაზებული რო იწახი და გამოხატავ შენს პოზიციას ამ შემთხვევაში ეს ზღაპარი ამაში გეხმარება რომ გაბრაზდა ხუტა და სხვანაირი ხმით ესეთი ლაპარაკი დაიწყო სწორედ იმიტომ რომ ის გაბრაზებული იყო და ესეთი ბევრი სხვა კიდევ კეთილი, ძალიან საინტერესო იყო, ანუ აქ მუსიკის იგივე ინტონაციის ხმის გამოყენება სხვადასხვა ტიპის აქტივობებში, იგივე ალბათ ეს შეიძლება იყოს ემოციების გადმოსაცემათაც, ხო? თაკვაი, თუ შეიძლება ხო ხშირად არის ეს აქტივობა, როდესაც ბავშვებს ეხმარებიან, რომ სწორედ თქვათ, ემოციების სახელდება მოხდეს და ასე შემდეგ და ეს შეიძლება ასევე მუსიკალურადაც რო გახორციელდეს. მუსიკის დახმარება მოხდეს. რა თქმა უნდა, აი დავუშვათ თუ მუსიკამდე სანამ გადავალ, თვითონ მთხრობელს შეუძლია, რომ ბავშვს აგრძნობინოს, როდესაც არის სევდიანი განწყობა, ხო, თავისი ხმით, მაგრამ სამხიარული განწყობა არის, სხვანაირად საუბრობს, როცა გაბრაზებული განწყობა არის, მაშინ სხვანაირად, ანუ ხმითაც შეუძლია და პლუს თუ ამის საშუალება აქვს, რომ მუსიკალურად დავუშვათ, თუ ფორტეპიანოსთან ახლოს არის, ის რაღაცა სევდიანს შექმნის ისეც, ხო, რომელიც
შექმნის ეგრევე გადადის განწყობა არის სევდიანი ან პირიქით მარტივი და ასე შემდეგ ისევე როგორც შეიძლება ხრობისას შეცვალოს მაგალითად რო საუბრობს ბავშვის საშუალება შეხედა ბავშვს რომელიც თავშოთ ან იცის კონკრეტულ ბავშვს რომ მას სწორედ ეს პრობლემა აქვს ხო ემოციების გაზიარების აი მასთან დაამყაროს თვალითი კონტაქტი და რაღაცნაირად აი აგრძნობინოს რომ მე შენ მესმის და ნახე მე აქ ვარ აი მე უყვები ნახე მომისმინე ეს ემოცია შეიძლება იყოს აქ ეს ემოცია შეიძლება ისიც კი შეიძლება რომ გააჩეროს ზღაპრის მოყოლა მაგალითად და კითხვა დაუსვას რომ აბა როცა უბრალოდ როგორი სახე გვაქვს ესეთი აბა როგორი სიმბოლი ხო და აი მაგ ძალიან ბევრი რაღაცით შეიძლება ზღაპრის მოყოლის პროცესში კიდევ ჩართო. ეთი და აგრეთვე ასევე ჩემთვის საინტერესო არის, როდესაც თქვა იგივე მუსიკალური აქტივობები იქნება გამოყენებული, თქვა როგორ ჯობია მოქცევა, როდესაც ბავშვს აქვს სენსორული პირიქით გრძნობიარობა და ანუ მას არ სიამოვნებს ეს ხმები, მუსიკა და ასე შემდეგ. აი ასეთ დროს რა შეიძლება თქვა გაკეთდეს? გაჩნია რა უთხრით აქვს მას ეს გრძნობელობა, იმიტომ რომ რაღაცა იქნება იქ ხმები, რომელზეც მას სიამოვნების შეგრძნება იქნება. დაბალი, შუა, მაღალი, გაჩნია რა თქვა სიხშირეები არიან რა ჰერცებზე არის ხო იგი დიაპაზონია ძალიან ისევე როგორც ამპლიტუდასაც გააჩნია როგორი იქნება და დავუშვათ იგივე დეციბელები როგორი იქნება იმიტომ რომ შეიძლება იგივე ხმა ცოტა დაბალზე მისთვის მისაღები იყოს და მაღალზე უკვე ცოტათი გამაღიზიანებელი იყოს და როდესაც ეს უკვე ვიცით დავუშვათ წინასწარ რა ჯგუფში არის ესეთი ბავშვი რომელსაც ოდნავ გრძნობელობა აქვს დაბალი გერებისადმი ხო შენ ვცდილობთ რომ მაშინ უფრო ზედაპირები იყოს ჩიტების ჭიკჭიკის მხარე ვიდრე დავუშვათ დათვების ბაჯბაჯის მხარე და რაღაცებს ვითვალისწინებთ კი ისევე როგორც ხმაში მაგალითად თუ ვატყობთ რომ მას არ უყვარს როდესაც ვიღაც ძალიან მაღლა ლაპარაკობს მაშინ ვცდილობ რომ უფრო ქვედა ტონების გამოვიყენო თუმცა რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ მთლიანად ჯგუფს და ეს სრულიად ვერ იქნება ერთ ბავშვზე მორგებული მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ მისი მოთხოვნას და რაც შეიძლება შუალედური რო იყოს რაღაცნაირად რომ ავახერხოთ რომ სხვისთვისაც საინტერესო იყოს არა მხოლოდ ერთი ბავშვისთვის კეთილი. კეთილი. ეხლა პრინციპში თქო რო შევაჯამოთ, ხო? ანუ ჩვენ ერთის მხრივ ხაზი გაუსვით ჩვენს ვებინარზე მუსიკის მნიშვნელობას ადრეული ასაკის ბავშვის გავითარებისთვის, რომ ამ შემთხვევაში ხდება გავითარება იმ სფეროებისა, აკადემიური უნარებისა, ხო? ანუ წინარე უნარების გავითარება, რომლებიც შემდგომ ძალიან მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, სკოლაშიც და ცხოვრებაშიც. აგრეთვე შევეხეთ შემდეგს რომ მხოლოდ ესეთი საგაკვეთილო ფორმატი აქედან აქამდე არ უნდა იყოს ხო პრინციპში მუსიკალიკის ასე ვთქვათ მუსიკა საბავშვო ბაღში არამედ შესაძლოა რომ სხვადასხვა აქტივობები დღის სხვადასხვა მონაკვეთში ბავშვების თამაშის პროცესში და ასე შემდეგ იყოს გაჟღერებული და რომ ამის გაკეთება შესაძლებელი არა მხოლოდ მუსიკის პედაგოგის არამედ აღზრდელების მხრიდანაც და რომ მნიშვნელოვანია იგივე მუსიკის პედაგოგი ვთქვათ რომ აწოდებდეს აცნობდეს ხო მათ უზიარებდეს აი ამ აქტივობებს რომელსაც შესაძლოა იყენებდეს ტრანზიციის დროს და ასე სხვადასხვა ასე ვთქვათ რუტინების შემთხვევაში და იგივე შევეხეთ და ძალიან დიდი მადლობა ამ დემონსტრირებისთვის სწორედ როგორ შეიძლება რომ აი ესეთი მუსიკა ხმა ინტონაცია იყოს გამოყენებული იგივე ამბის თხრობის აი ამ შემთხვევაში კონკრეტულად ამიშიბაის შემთხვევაშიც. რამეს ხო არ დაამატებდით? ფიქრობ არ დავამატებდი, იმიტომ რომ ის რაღაც სრულყოფილად ვისაუბრეთ, მე მგონი ყველა თემა შევეხეთ და ვისურვებდი, რომ ძალიან ბევრ ბაღში იყოს ეს თხრობის მეთოდი შემოღებული და მიეცეთ ბავშვებს საშუალება, რომ ეზიარონ აი ამ დიდ სამყაროს, რომელიც არის აი ეს ზღაპრის თხრობა, მუსიკა ხმები ერთად რაღაცნაირად ეს მრავალ სენსორულ გამოცდილებას იღებენ აი ამ პროცესით და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველა ბაღში ალბათ სამომავლოდ დაინერგოს. ხო, ამ შემთხვევაში მუსიკა და მრავალფეროვანი გამოცდილება, ხო, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის ჰოლისტურ გავითარებას. ეთილი, ძალიან დიდი მადლობა, თაკო. მადლობა თქვენ.